არც თუ ისე დიდი ხნის წინ და არც თუ ისე შორეულ წარსულში BMW-ს ისტორიაში იყო ხანა, როდესაც მისი ინჟინრები დილას ამერიკანოს მაგივრად კოკაინით იწყებდნენ და აი ზუსტად მაშინ მათ შექმნეს ესეთი ველური კომპაქტური ავტომობილი, რომელშიც ჩატენეს 8 ცილინდრიანი მამაკაცური ძრავა, რომელიც 8000 ბრუნს ტრიალებს წუთში და განუმეორებელი ხმა აქვს. და BMW-ში ამ ქნილებას E92-ის M3 უწოდეს. ეს კონკრეტული ავტომობილი არ არის ყველაზე შენახული, მაგრამ ამ მანქანას აქვს ერთი განმასხვავებელი, ძალიან მაგარი რამ, რის გამოც გადავწყვიტეთ კონკრეტულად ამ მანქანის გადაღება და ეს არის მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რაც იმის საშუალებას გაძლევს, რომ ეს 420 ცხენის ძალა თავიდან ბოლომდე შეიგრძნო და აითვისო ზუსტად ისე, როგორც შენ გაგიხარდება. Honda-s ვიდეოში ვიძახდი, რომ სერპანტინებს ემით და თუნდაც AMG-თ გაიული უფრო დრამატულად, უფრო სასიამოვნოდ, იმით უფრო ზუსტად, მაგრამ აი ეს არის ის, რაც ნებისმიერ ავტომოყვარულს უყვარს. რა გიყვარს არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ამით ყველა ისიამოვნებს, ამით ყველა იგაიქოს. ხშირად გვეკითხებიან ავტომობილებზე თუ რამდენს წვავს და აი ეს კითხვა ხშირად ჩდება ხოლმე, მაგრამ ტესტ-დრაივის დროს თუ პირდაპირ საწვავის ხარჯის ტესტი არ არის და მაგაზე არ არის მორგებული, შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამიტომ ამ მაჩვენებელს ვიდეოებში ზოგადად ძალიან იშვიათად ვახსენებთ ხოლმე. თან განსაკუთრებით ჩვენ რა მანქანებსაც ვიღებთ, მაგ მანქანების შემთხვევაში აი საწვავის ხარჯზე საუბარი ჩემი აზრით უადგილოა, იმიტომ რომ აი ესე ვიყენებთ მანქანებს. შესაბამისად წვას არ ვუყურებთ. რამდენს წვავს? აბა მე რა ვიცი რამდენს წვავს. ძალიან ემოციური მანქანაა და ამ მანქანით განვაგრძობთ სიარულს, მაგრამ ახლა ცოტა ხანი გავჩერდეთ და სხვა საინტერესო რაღაცებს მოგიყვებით. მიუხედავად იმისა, რომ M3-ის საერთოდ ყველა გენერაცია ძალიან მომწონს, E92-ის დებიუტი დაემთხვა ჩემთვის იმას აქვს, როდესაც ბიჭები უკვე სათამაშოებიდან ნელ-ნელა გადავდივართ და სერიოზულად ვინტერესდებით ნამდვილი ავტომობილებით. როგორც თქვენ, ისევე მეც ძალიან ბევრჯერ მიოცნებია თინეიჯერობის ასაკში საკუთარ სპორტულ ავტომობილზე, სხვადასხვა სცენარებით, ასე ვთქვათ, და სხვადასხვა მოდელებით, მაგრამ განსაკუთრებულად დეტალებში მახსოვს, რომ ოცნებობდი რამდენიმე მოდელზე და აქედან ერთ-ერთი იყო სწორედ ეს ავტომობილი 92-ის M3 და მაინც რა გამოარჩევს კონკრეტულად ამ მოდელს სხვებისგან. 8 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავა, 6 ჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, სადა და დახვეწილი დიზაინი, ძალიან აგრესიული გამოხედვა და სრული დომინირება გზაზე. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი სპორტული ავტომობილი. ეს არის muscle car-ი გერმანულად, ნამდვილი, ველური, დაუვიწყარი და განუმეორებელი, ერთადერთი
და უკანასკნელი მის მოდგმაში. უფრო კარგად რომ აგიხსნათ რას გულისხმობ, ეს ავტომობილი არის პირველი და უკანასკნელი 8 ცილინდრიანი M3. ასევე უკანასკნელი ატმოსფერული ძრავის მქონე M3 და ასევე უკანასკნელი M3 კუპეს ძარაში. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ამ ავტომობილს საინვესტიციო მანქანად აქცევს. მოდი შევეხოთ მის კონკურენტსაც W204 C63 AMG-ს, რომელზეც Mercedes მოყვარულები ვამბობთ, რომ 6.2 ლიტრიანი ძრავით, განუმეორებელი ხმით, ის უფრო აგრესიული მამაკაცური და მიმზიდველი მოდელია. მაგრამ ამაზე შემდეგ BMW-ს მოყვარულები უპასუხობთ, რომ მართვის გამოცდილებით და სპორტული ხასიათით BMW E92 ძარაში 204-თან შედარებით მინიმუმ 10 წლით წინ არის. დაგაბნიეთ ალბათ, ხო? მე ორივე ძალიან მომწონს, ორივე ძალიან მიყვარს და საერთოდ იმასაც გეტყვით, რომ ჩემი ოცნების გარაჟი გამოიყურება ასე. C63 Black Series და E92 GTS-ი ორივე ერთად. მოდი ახლა ჩავხედოთ ძრავის განყოფილებას და ვნახოთ რა სიგიჟეებს ჩადიოდნენ სულ ახლახანს არც თუ ისე შორეულ წარსულში BMW-ს ინჟინრები. ხედავთ თუ როგორ არის, ასე ვთქვათ, ჩატენილი, მთლიანად არის ძრავის განყოფილების ადგილი ათვისებული, რომ ეს 8 ცილინდრიანი ძრავა ამ ავტომობილისთვის მოერგოთ. ეს არის 4 litrიანი, კიდევ ერთხელ ვიტყვი 8 ცილინდრიანი, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, რომ ყველაზე მეტად 8 ცილინდრიანი ძრავები მიყვარს. გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას და 400 ნიუტონ-მეტრს და ამ ძრავზე მიბმულია DCT, ან ამ შემთხვევაში მექანიკური გადაცემათა კოლოფი 6 სიჩქარით. 6-ვე სიჩქარე არის განსხვავებული ნოტი სიმფონიაში, რომელსაც ეს ძრავი და გამშვები ერთად ქმნიან. მოდი მე დავხურავ კაპოტს და თქვენ დატკბით ამ ავტომობილის ულამაზესი ფორმებით. რა დავახეთ? BMW M3 E92 silhouette cuts through twilight. Its muscular lines glowing against fading light. Timeless design. A shadow of speed etched in memory. Civic, Schmivic. ეს ის Civic-ია მარტო ხმაო რო ვერ იტყვი. სანამ ამ ავტომობილის ძალიან მაგარ ხმას მოგასმენინებთ, მანამდე გეტყვით, რომ არხზე გვაქვს TikTok ედიტების კონკურსი, შეგიძლიათ ნებისმიერი ვიდეოდან Ferrari 296 GTB-ს მერე რაც დაიდო და Ferrari-s ვიდეოს ჩათვლით, გააკეთოთ TikTok ედიტები, ატვირთოთ თქვენს პირად პროფილებზე, მიუთითოთ ჰეშტეგი CarLineAutoImport და პაპელას არხით. დანარჩენ ჰეშტეგებში ხართ თავისუფალი, რაც გინდათ დააწერეთ. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, პირველი იქნება ჩემი რჩეული, ჩემი გემოვნებით გადავწყვეტავ ყველაზე მეტად რომელი ედიტიც მომეწონება. მეორე იქნება CarLine-ის რჩეული, მესამე იქნება ხალხის რჩეული, ვიდეო, რომელსაც ექნება ყველაზე მეტი ნახვა და ყველაზე მეტი მოწონება და სამივე ვიდეოს ავტორი დაჯილდოვდება $100. ნახოთ როგორი გამოხმაურება მოყვება და მას შემდეგ უკვე გადავწყვეტავთ ბიუჯეტი გავზარდოთ, გამარჯვებულების რაოდენობა გავზარდოთ თუ საერთოდ სისტემატიური სახე მივცეთ ამ ყველაფერს. ამ ვიდეოს დადებიდან ზუსტად 2 კვირაში 14 დღეში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მე უკვე პირადად შევეხმიანებით და ჩაურიცხავთ ამ კუთვნილ თანხებს. და სანამ ხმას მოусმენთ, iPhone 17 Pro Max-ი ახლა გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან გვინდა. ხო და მოდი სიმბოლურად ავიღოთ. წლის ბოლომდე ავიდეთ 57000 გამომწერზე. გავათამაშებ iPhone 17 Pro Max და საახალწლოდ ერთ-ერთ თქვენთაგანს ძალიან მაგარი საჩუქარი შეხვდება. ახლა კი მოусმინოთ M3-ის E92-ის ხმას. არა მარტო გამშვებს, არამედ შემშვებსაც ძალიან მაგარი ხმა აქვს. ცოტა საკამათო საკითხია, უკანა მხარე უფრო მიმზიდველი და აგრესიული აქვს ამ ავტომობილს თუ წინიდან. მე პირადად ისე მომწონს ეს მოდელი, რომ უკნიდან, წინიდან, შუიდან, ყველა მხრიდან ძალიან მომწონს, მაგრამ კომენტარებს აუცილებლად გადავალებ თვალს და უმრავლესობამ გადაწყვიტოს უკნიდან ჯობია თუ წინიდან. კონკრეტულად ამ მანქანას რაც შეეხება, ეს არის competition პაკეტი, ეს პაკეტი შეგეძლო შეძენისას დაგემატებინა მანქანაზე. მოყვებოდა აი ესეთი ულამაზესი დისკები, ელექტროდაკიდების სისტემა, რომელიც არბილებს და ახისტებს
ავტომობილის დაკიდებას. ასევე უფრო მგრძნობიარე საჭე აქვს და MDM-ი, ანუ M-Dynamic Mode არის ახლიდან დაკონფიგურებული, ასე ვთქვათ, ელექტრონულად ახლიდან არის ჩაწერილი და უკეთესად მუშაობს. არის კიდე რამე? და ასევე 10 მმ-ით უფრო დაბალია ეს ავტომობილი ვიდრე სტანდარტული 92-ის M3. ახლა კი წავიდეთ და მართვისგან მიღებულ ემოციებზე ვისაუბროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დამავიწყდა. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მადლობა. Sometimes you gotta pray for a victory. Yeah, my life is endless when I'm thinking about the cash flow. I never had no handouts, just came natural. I've been testing so much, all these restless nights, all these different situations that I've been through. I seen pain trying to creep in through the window, but now I'm sliding through the hood in the wind zone. You gotta separate yourself just to elevate. I keep some break, but I never see through the hate. Sometimes on the road. სხვანაირი აურა დგას ამ მანქანაში. ეხლა რომ დავჯექი, აი ისეთ ინტერიერია. არც ახალი აღარ არის, მაგრამ არც ძალიან ძველია, მაგრამ ისიც მახსოვს რომ პირველად რომ 92-ის ინტერიერი ვნახე, ძალიან თანამედროვე და ძალიან ახალი იყო. ძალიან საინტერესოდ არის რაღაცეები გაკეთებული. ეს იმ პერიოდიდან არის, როდესაც მანქანები არ იქმნებოდა იმ გაგებით, რომ აი ყველაზე დებილიც რო ჩაჯდება და გაიგებს რომელი ღილაკი რა შვება, აქ ისე არ არის გაკეთებული. მაგალითად, ჭიქის ჩასადებების შემთხვევაში, მაგალითად, კარზე აქვს სათავსოები, რომელიც უნდა გადმოწიო და შემდეგ ისევ უკან მიაწვე რაღაცას რომ ჩადებ, ანუ ეს იმისთვის არის რომ მარტივი წვდომა გქონდეს ნივთებზე, რომელიც შიგნით ძევს და თან არ გააფუჭოს საბოლოო დიზაინი და თან ადგილს ზოგავს, ანუ ძალიან მაგრად არის გაკეთებული. ტორპედოს ორი ტალღა ერთმანეთში ძალიან ლამაზად გადადის. ერთადერთი რასაც დავიწუნებდი, ასე ვთქვათ, ტორპედოში ის არის რომ კი ოდნავ, აი ძალიან ოდნავ რაღაცა 2 გრადუსიანი კუთხით არის მაინც მძღოლისკენ მოტრიალებული, მაგრამ გაფრთხილდა უკვე ეს ტორპედო და რაც იყო ამ ბრენდის ხელწერა რომ მძღოლისკენ იყო ყველაფერი მოტრიალებული, ამ მოდელში თითქოს დაიკარგა უკვე. დღეს უკვე ისე მივეჩვიეთ ამ ტურბო ძრავებს, დიდცხენიან ავტომობილებს, სწრაფაჩქარებას, რომ 420 ცხენს და 400 ნიუტონ-მეტრს უკვე ის ემოცია აღარ მოაქვს, ასე ვთქვათ, რასაც სპორტული მანქანიდან ელოდება ტვინი. მაგრამ აქ სხვა ემოციებია. აი ეს არის აქ რა. აქ გაქეს მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ეს 8 ცილინდრი, ანუ აქ საერთოდ სხვა შეგრძნებები გაქვს. აი მესამე სიჩქარე წავიდეთ აღმართში და მოგოდულად რო ისმის ეს 8 ცილინდრი. არ გჭირდება, არც გაზზე ჩადგმა არ გჭირდება, არც აგრესიულად სიარული, უბრალოდ ამ ხმით რომ ვიღაცას მიყვები უკან. ანუ უკვე ბოროტი ხარ, უკვე დომინირე. აი უკნიდან ეპარები მონსტრი. რა თქმა უნდა, ავტომობილში აი ამ ატმოსფეროს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის Areonis X version-ი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Areon საქართველოს, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Leader Motors და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Carline Auto Import. ეს არის ის კომპანიები, რომლებიც გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან განვითარებაში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ასევე ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას, ვინც გვიყურებთ, გვითმობთ დროს
და ვისაც გამოწერილი არ გაქვთ არხი, უბრალოდ გთხოვთ რომ არხის გამოწერის ღილაკს მიაჭიროთ თითი დაბლა, იმიტომ რომ არხის მაყურებლების რეგულარულ მაყურებლებს გულისხმობს 72% არ აქვს არხი გამოწერილი და ისე უყურებს. მაინც ვიყურებთ, მოგწონვართ და ბარემ გამოწერის ღილაკსაც დავაჭიროთ თითი. კიდევ ერთხელ მადლობა და დროებით. It's a gamble, you gotta roll the dice. I risked a lot of different things just to live this life. When it feeling bad, you gotta pay the price. I've been feeling bad just to live this life. It's a gamble, you gotta roll the dice. I risked a lot of different things just to live this life. When you feeling bad, you gotta pay the price. I've been through hell and back just to live this life. What's a life without sacrifice? Sometimes you gotta thank God and just roll the dice. Pacino.